გამარჯობა, მადლობა რომ უყურებთ ჩემს YouTube გადაცემას უეჭველი ქართველია. ჩემი მეოთხე გადაცემის სტუმარი არის გოგონა, რომლის 51 წამიანმა ვიდეომ ინტერნეტ სივრცე ააფეთქა. მარიამ უშკუდიანი არის ჩემი გადაცემის სტუმარი, რომლის კაფე ბართანაც ვიმყოფები ახლა. შევიდეთ და გაგაცნობთ ამ გოგონას და გეტყვით რაშია საქმე, რა ვიდეოზეა საუბარი და საერთოდ რატომ ვართ აქ. გამარჯობა მარიამ, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. აგიმაგრებ მიკროფონს და დავიწყოთ. მოდი სანამ ინტერვიუს დავიწყებ, მაყურებელს ვაჩვენებ ვიდეოს, რაზეა საუბარი, რა მააფეთქა სოციალური ქსელი და შემდეგ უკვე დავბრუნდებით. How long have you been here for? For 4 years. 4 years. You didn't think to learn better English. Okay, thank you. Do you have another? Is there another owner here that I'm the speaks owner. better English? I'm the owner. Okay, well, I don't understand what you're saying, so I'm going to leave you to it. Maybe next time you can learn better English. Next time that I come. But why are you screaming, sir? Well, I'm not screaming at You're you. screaming now. Screaming, and it's not really nice. Go learn some English. ჯობია რომ შენ მოუყვე მაყურებელს, მოკლედ რა ხდება ამ ვიდეოში. პირველში რა დღე გაგიქცე და მივესალმები შენს მაყურებელს ალექსი და ძალიან მიხარია რომ აი ამ ვიდეომ ეს გამოიწვია ზუსტად რა რომ დღეს აქ ხარ რა. არ მახსოვს ახლა რომელი დღე იყო როგორ რაღაცა. უბრალოდ ის არის რომ ახალ გახსნელი ვარ, იდეაში ეხლაც ახალი ვარ, იმიტომ რომ ორი თვეც არ არის გავიხსენით. და ნუ შემოვიდა მომხმარებელი. რამე ჩემს სტიქიაში ვარ, იმიტომ რომ წერ ვიდეოს ყოველთვის ყოველ დღე ჩემი რუტინა მაქვს რაღაცა, რომ აი მაინც სოციალურებზე მუშაობ რა და წერტი რაღაცა ერთ-ერთი strawberry ice latte-s ვიდეოს რა და ამ ვიდეოს შეწერის პროცესში შემოვიდა მომხმარებელი რა. მაგრამ ანუ ძალიან well dressed იყო რა და თავინა სიმპათია გამიშოთ კი რა კარგი ბიჭია თქო რა და მაგრამ შეგედით ადეკვატური ადამიანი, მაგრამ იც რა არის West Village ალბათ შენ გეცოდინება ნამდვილად ალექს, მაგრამ მაყურებელ მასშტაბში არ იცოდეს რომ აი ძალიან გიჟური უბანია რა და მაინც ყოველთვის საჭირო არის რომ ცოტა ის იყო რა, ანუ ფრთხილად იყო რა ამ უბანთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს აი ამ ტერიტორიაზე და სადაც ბევრი ხალხი აქ ნიუ-იორკში იქ არის ყოველთვის ძალიან სიგიშეები რა და იმასთან შედარებით რაც ხდება ხოლმე ვერ აღვიქვია რა ადეკვატურად რა. ანუ რომ შემოვიდა მოკლედ მე ვწერდი ვიდეოს და ეს სხვა რჩევაში მაქვს რაღაცნაირად რომ ანუ არ ვითიშავ ვიდეოს რა, იმიტომ რომ შენ ხა იგივე პროფესიაში ხარ, რომ მიხვდები რომ მე ვჭრი ამ კადრებს რაღაცები და ჩემს რა არის პრობლემა იცი რა. ხო რა ეს რაში გამოგადგეს და ეგერ მოხდა რეალურად რა. აი ეს გამოდგომაც. და ეს ვიდეო არ გავთ შედავდი ტელეფონი აი ესე რა და ნუ აი ზუსტად აქ მოვიდა. ანუ ხო იცი საქართველოს დღეში არ ხარ ყიდველი და გადიო რა. აი ეგეთი ამბავი იყო რა ზუსტად რომ უკვე ვიცოდი. ლაივში არ იყავი ხო ეს უბრალოდ ვიწერდი ეს ვიდეოს ვიწერდი კი და მოკლედ ამბავი არის ის რომ შემოვიდა ამერიკელი, რომელსაც არ მოეწონა მარიამის ინგლისური აქცენტი, დაუწუნა, უთხრა რომ ამერიკაში მუშაობდა და უკეთესად უნდა საუბრობდეო და შემდეგ როცა დაბრუნდები უკეთესად სწავლობდა ესე დაბრუნდები არჩევაც მომცა. ან დაბრუნდები. გაგრძელება ქონდა ამ ვიდეოს თუ არ დაბრუნები? არც მგონია რომ დაბრუნდეს, იმიტომ რომ იმდენად ძალიან დიდი საფრთხე წამოვიდა და რაც ვიცი რომ თუნდაც ნახავს, ზუსტად ვიცი რომ ნახავ და არ მგონია რომ დაბრუნდეს რა. რა ხდება შემდეგ? მე ვისაუბრებ რომ დაბრუნებოდი. მოჭერი ეს ვიდეო და ტვითავ შენს. ხო, აი ამას არ ვაპირებდი, იმიტომ რომ მე ზოგადად არც TikToker ვიყავ ვარ აქამდე და არაფერი ზოგადად ესეთი არ მქონია რა და არასდროს ალბათ ჩემს ცხოვრებაში კომენტარი არ მაქვს დაწერები ინტერნეტში თუ არ ვიცნობ და ჩემი მეგობარი არ და რაღაც ეგეთი, ანუ ესე საჯარო პოსტებზე რა და არ ვიყავ ეგეთი, მაგრამ ახლა აი ამ თემაში უკვე გჭირდება რა ეს რაღაცა და ვიწყებ რა და დაახლოებით 5 დღის შემდეგ იმ დღეს წავიდე ძალიან გაბრაზებულს, იმიტომ რომ ცოტა ვიუკადრე ესე გაიგე ხა რა ინგლისურს მიწუნებ, იმიტომ რომ აქ ჩავაბარე, ჩამოვედი ვისწავლე ხო და რაღაც აი რა მე кайფები ანუ და არა მაგრამ რაღაცები რა თქმა უნდა მაქვს და არც არის ხა ბუნებრივია ხო ანუ სხვანაირად შეუძლებელია რა და არც მაქვს სურვილი რომ რაღაცა მეტყობოდეს აი მე და აქ ვარ დაბადებული ანუ ვერ იქნება ეგრე. მოკლედ რა whatever ახლა ვის საინტერესებს ხო საერთოდ ვიყენებ თორე ახლა ქართულს დაგიწუნებ. ქართული აქცენტი მე რეიტ აქანა მიმიღო არც იქან საწავიდე მართლა საწავიდე არა ხო მართ ძალიან სწორია კი მართალი ხარ მაგრამ სისტემატურად ინგლისურად რო საუბრობ ხო და მოკლედ თან სასწავლო მაქვს ხო ინგლისურს სანამ ის დაბრუნდება მეორეჯერ რომ კარგად ვისწავლო და ამიტომ ვცდილობ რომ ვიყავი ეცადინო 16 საათი მუშაობ დღეში ყველაფერს ვიცავარ აი 7 დღე კვირაში აი ძალიან ცუდად ვარ რა მე ვარ ხო მე პატრონს ცოტა ისეთი ხომ აღარ ნახე რომ ყველაფერი ვარ საერთოდ ანუ მე პატრონის გარდა ყველაფერი ვარ ვაფშე ხო და ანუ თან მუშაობის პროცესში ვარ და დილით დავდა და ჩავიდე ტელეფონში ჯიბეში თან ისა ხმა გათიშული მაგ ვერაფერს ვერ ვგებულობ რა ხდება საერთოდ თორემ აფეთქდა სოციალური ქსელები და მე მოდის ხალხი 1 საათის შემდეგ რა პირადად in person მოდიან და მეუბნებიან რომ ვიდეო ნახე შენი და მეთქი
უკვე აღარ აი ყველაფერს აი არ ვიტყუები ალექს აი აღარ მახსოვს ამი ვიდეოს ამბავი აღარ მეტყვი რომ არ მეცალა იმ დღეს ხალხი იყო ძალიან ბევრი ჩემი სტაფიც აგვიანებდა მოსვლას იმიტომ რომ სწავლობენ ისინიც და თავის გრაფიკი აქვს ანუ ვიყავი გადარბენებზე ძალიან და ბოლოს რო დავხედე და ანუ TikTok-ი აფეთქებულია უკვე Instagram-ზეც დევს უკვე სადღაც ეს არ გაჩერდა ანუ ჩავლებრე ინტერნეტ თარიღად ჯერ არის მე ჩავჯექ ერთი წუთი აი ესეთი ვარ უნდა დავჯდე მომხმარებლები მის იყო მოსო იმათ უთხარ მეთქი ერთი წუთი ან გამოვედი აქ და შეწყალი ხო არ გინდა რამე ხო იმიტომ რომ ამასა მართლა არ ველოდებოდი რა და მილიონობით ნახვა და გამოხმაურება 4 მილიონი ვიდეო აქვს მარტო შენს ატვირთულს და დანარჩენი კიდევ ვინებას ატვირთეს ესეთმა სერიოზულმა ძალიან ბევრმა ინფლუენსერებმა ატვირთეს არა მარტო ინფლუენსერებმა ალბათ რაც ყველაზე სერიოზული აქ სიტყვა ითქვა იყო ის რომ New York Post Time-ი კიდევ რომელიღაცა ჟურნალ გაზეთები აი იმენა ჟურნალში რომ დამბეჭდეს აი ეს ყოფილი როგორ მოხდა ჩემ თავს ეს ერთი კვირის შუალედში მე ვერ მივხვდი რა შეიძლება ითქვას რომ აი გავარტყი მაგესი ანუ სასწაულად გლას გავარტყი მაგრამ აი ეს ბუნებრივად აი ძალიან ბუნებრივად მოხდა ეხლა რას ვამბობ რომ არც ვიცი როგორ შემწორნია იმდანაც ის არის რაღაცა უცნაური მომენტი იყო რომ არც ვიცი როგორ უნდა შევინარჩუნო შეიძლება ითქვას რომ იღბლიანი ხარ ზოგადად იღბლიანი ხარ არა ანუ არ ვიცით რა თან მინდა ასე სუმეშნია ხომ მე რო იტყვი ხომ ხეთ რა მიწყინოს სამყარომ ანუ ეგეთი ტიპი ვარ რაღაცა სუმეშნია ხომ მაგრამ იმდანაც ძალიან რთულად გამომდის რაღაცები ალბათ მაინც აბოლოდ იღბლიანი ვარ იმიტომ რომ ყოველფერი ყოველთვის მე კარგად თავდება მაგრამ უბრალოდ მიწევს აი ესე რაღაცა ხდებოდა შემთხვევაში ეგრე არ არის ხვდები ანუ მაგრამ მე მგონი ეს ვიდეო იქნება ეს აი ეს იყო მომენტი რომ ძალიან ვაიმე სადაც აუ აქ ამბები იყო ალექსი მოყევი ანუ კი აუცილებლად თუ დრო გვექნება აუცილებლად მოყვა იმიტომ რომ Porsche New York Porsche ფედერაცია მოვიდა ცალკე ხადასაჭრად აქ სულ Porsche-ები იყვნენ ჩალაგებული და მე მოვდივარ დიდი სამსახ ჩემზე ადრე მოვიდნენ აქ Porsche-ები დავინახეთ ვარა და რაღაც გადაღებები და რაღაცა ვიფიქრობ ხა ფილმს იღებენ რაღაცას დღეს ნეტა თუ ვიმუშავებ კარგად და გადაკეტავა ყველაფერს რაღაცები ვილანძღები ქართულად ვიგინები შემოვედი კარები გადავკეტე ეკრებად და დავიწყე დავჯექი პატარა სკამი მაგას დავჯექი არც ჩანვარ საერთოდ ბარი და მტირი იმიტომ რომ ძალიან ემოდ გადავიყალი ამ და მიყვაშო გამოუშვა რა და ამ დროს მიკაკუნებს ეს ხალხი რა იმას და თან ჩემთვის არ კი ხო დამინახე რომ ამ წამ შემოვედი აი რა გინდა რატო გამომეკიდე და თორმე ჯარია მოსული იმის რომ მე დამასაპორტონ რა და ანუ მე ვიტირე კიდევ ერთხელ თავიდან და ანუ მოკეთ გადახვევები იყო ემოციები იყო და არ ვიცი რა ადამიანებს თურმე ადამიანობას აქვს ძალიან დიდი ძალა ალექსი ანუ რაც არ ჩანს ხოთა შორის და ბევრს გონია რომ აი კომპიუტერზე რაღაცა კლავიატურაზე ძალიან კარგი ხარ მაგარი ხარ იმიტომ რომ წერს რაღაცა იქედა მაგრამ თურმე ადამიანები ადგილზეც მოდიან რამეს ხვარდალევ ალექსი მართლა არაფერი არ შემოგთავაზა რა გაქვს ყველაფერი ჩვენ მორგებულები ვართ სამზარეულოც გაქვთ თუ მხოლოდ სამზარეულოც მაქვს კი ქართული ბაითები ქართული რა გაქვს ქართული ღვინოები მაქვს არაჩვეულებრივი იმიტომ რომ ის არის ჩემი ინტერესი არის რომ იყოს ქართული ვაინ ბარი იმიტომ რომ აი ზიგივე კონცეფცია დაახლოებით ქართველობთ აი ეს ბარი ქართული ქართველობთ საფეროს გიახლებით და გავაგზავნოთ ოკეი შენიერი ეხლა მოვა ჩვენი ქართული ღვინოები არ გამომათრო ინტერვიუს დროს მოდი გავცდეთ ამ ვიდეოს და გაგვეცანი ვინ არის მარიამ უშკუდიანი სვანი ქალი ეს ცოტა დასავლეთიდან ვარ ყველაფერი ცოტა არა სვანი კი გვარი მაქვს სვანური ჩემი გვარის წარმომავლობა არის ზემო სვანეთიდან მაგრამ აი ზემო სვანეთში ზოგადად ეს იყო ძალიან ცნობილი ფაქტები რომ აი ხდებოდა ხოლმე სისხლის აღება რაღაცები და გაიყო რა ნაწილი მუშკუდიანების დარჩნენ, ნაწილი მუშკუდიანების გადმოვიდნენ ლეჩხუმში რა ყველაზე ახლოს იყო იმ პერიოდში. და საიდან ხარ მაშინ, სად დაიბადე, სად გაიზარდე? აი მე ვიტყოდი რომ ხო, მე დავიბადე ქუთაისში. მე ვიტყოდი რომ ქუთაისელი ვარ რა, მაგრამ მაქვს ძალიან მთის ხასიათი და დედის მხრიდან ვარ გურული და ესეც ცოტა გავლენა არის. ჩემს დრო თან გურიაშმა გატარებული ჩემი ბავშვობა რა და თუმცა ეს სვანური ხასიათიც მაქვს, გურული ხასიათიც მაქვს, ქუთაისური გაგებაც მაქვს და ყველაფერი ცოტა მაქვს დასავლური რა მართლა ალბათ. აი აღმოსავლეთის არ მაქვს არაფერი პროსტა რა, თორე დასავლური მაქვს ყველაფერი რა. სვანეთშიც გამიჯარებდა ჩემი ძალიან დიდი ნაწილი ბავშვობის ანუ ცოტა ისეთი სიყრმის და გურიაშიდაც რა. ცხენების მომეპარავს, წიგნიც წამიკითხავს, ყველაფერი გამიკეთებია ბავშვობაში თუ რამე შეიძლება და რა. ყანაშიდაც ყოფილ ვარ სიმინძე და ყველაფერზე ქართველი, უეჭველი ქართველი ხარ. უეჭველი ქართველი ხარ, რომ იყო ეგეთი ვარ კი.
26 წელს გავხდი ახლა ხან, საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, მიუხედავად რომ ყოველ ფიქრობ რომ 30-ის ხარ, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ არა უშავს. ჩემთან მიმართებაში იყო თან ნდობა ძალიან დიდი ჩემი მშობლების მხრიდან და ზუსტად მაგან განაპირობა ისიც რომ აი ესე მარტივად ქართველი მშობელი შეელიოს იმ ფაქტს, რომ შეგვიოს იმ ფაქტს, რომ სადღაც შენი ერთი შვილი წავიდა უზარმაზარ ქვეყანაში, ამისი ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადენ და ძალიან მხარდაჭერა. რამდენი ხანია რაც ამერიკაში? 4 წელია რაც ამერიკაში ვარ და ნუ მოკლედ ყოველთვის მაინტერესებდა იურიდიული, ანუ სამართლის სფერო და ეგეც ტიპიც ვიყავი ზოგადად. სულ საქმის გარჩევები თუ სადმე იყო, სულ იქ ვიყავი, რომ აი სამართლობას ვერ ვიტანდი რა და დავიწყე ჩავაბარე შესაბამისად უნივერსიტეტში მაგ განხრით და ბაკალავრის ხარისხი ავიღე თუ არა, ძალიან სწრაფადვე გადავწყვეტე რომ მინდოდა სადღაც წასვლა. აი სადაც მე ვიგრძნობდი თავს კომფორტულად, მინდოდა აი მე დავფიქრდი და მივხვდი რომ აი ამერიკა იყო ჩემთვის ყველაზე კარგი ადგილი, იმიტომ რომ აი რაღაცა ჩემი ბურია, რა ჩემი სტილია, ის არის რაც მე მინდოდა ყოველთვის რომ მქონდა, მე ვარ ძალიან სწრაფი, ძალიან სხარტი, ძალიან ისეთი და ეს ტემპი არის ჩემთვის და შე უკვე მეც მღლის ხანდახან ისეთი ტემპია და აი მივიქრე რომ ეს მომიხდებოდა ყოველთვის ენაც ძალიან კარგად საკმაოდ ვიცოდი რა და ნუ დავიწყე მომზადება. ეს იყო ძალიან დიდი პროცესი რა, ეს არ არის ესე გადაწყვეტე და ვსიო რა, ანუ ეს იყო პროცესი, რომელსაც დავხარჯე მთელი ჩემი ალბათ ის პერიოდი, რაც უნდა დამეხარჯა მეგობრებთან ერთად დროის გატარებაში. სადღაც წასვლაში, გართობაში რა და მაგაზე ძალიან წყდება გული, იმიტომ რომ ჩემი ბავშვებმა, ჩემი მეგობრები სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ ანუ არასდროს შენთანაც არ ხარ. ჩავაბარე უნივერსიტეტში და ჩამოვედი ანუ მაგისტრატურის გასაგრძელებლად ჩამოვედი, მაგრამ ვაი მე ახლა ჩემი მშობლები ამას რო გაიგებენ ცოტა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ წამოვედი უნივერსიტეტში სწრაფად ვიტყვი. ანუ ეგ ამეთერის საშუალებით პირველად გაიგებენ. კარგია რომ ვერ მოძლებიან ნაკამდე. და ნუ მოკლედ წამოვედი უნივერსიტეტიდან და არ ვიცი ხა ესეც უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ანუ არა, ხო, ამ ფაქტის შესახებ ძალიან ბევრმა არ იციან, რომ მე აქ ეს გავხსენე რა. ოკეი. და ხო, რა, როგორც მოკლედ არა უშავს. როცა გაიგე ტიპი ვარ, რომ არ მიყვარს ხოლმე ესე საუბარი. სულ მგონია ხოლმე, რომ ანუ მოვლენებს წინ უნდა გაასწრო რა. მოდი, მომენტებმა მოვლენებმა ისაუბროს იმაზე, რაც არის რეალურად რა და შესაბამისად გადავწყვეტე, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ აი მაქსიმალურად ჩუმად ჩემთვის და როგორც კი გადავხვდებოდი, მე დამეძახებინა, რომ აი კი ესე მოხდა ყველაფერი რა. უნივერსიტეტიდან რატო წამოხვედი? წამოვედი, იმიტომ რომ იცი რა, არ გავაცნობიერე, რომ ცოტა დავიხალე იცი ამდენი სწავლით. მიყვარს ეგ სფერო და მე ალბათ ფიქრობ შეიძლება დაუბრუნდე კიდეც რაღაც დროის შემდეგ, მაგრამ აი იცი როგორი რაღაც ვიგრძენი, რომ თითქოს აი ძალიან შებოჭილი ვიყავ, ხდები ძალიან ჩარჩოში ვიყავი რა, ეხლა ბაკალავრი, მე მაგისტრატურა, მე რა ხდება, ანუ ხდები და თითქოს ცხოვრებას ვტოვებ რა, ანუ კაფე-ბარის გახსნის იდეა შენში სულ იყო, თუნდაც საქართველოში, თუ აი საიდან წამოვიდა მაინც რა, ეხლა მარტივი გადაწყვეტილება არ არის, უნივერსიტეტი მიატოვა და უცებ გახსნა ბიზნესი, რომელიც არ იცი გაამართლებს თუ არა. რა თქმა უნდა, და თან თქმის ისეთ კონკურენტულ გარემოში როგორც რისკიანი ხარ მაგარი. ძალიან. ეგეთი ვარ, მაგრამ როგორ რისკიანი ვარ, იცი, ანუ სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მივხვდი იმას, რომ რაც უფრო მეც ვფიქრობ, მით უფრო მეტად აღარ გინდება ხოლმე რა, იმიტომ რომ სიღრმეებში ჩადიხარ დეტალებს ეცნობიდან უცებ უნდა გადაწყვეტა, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს რაღაც არაგონივრული რისკი რა, გაწეული, მაგრამ როცა იცი რომ 50-50 კიდევს უნდა გარისხო. შიში გქონია რომ აუ ეს რა ვქენი რატო გავხსენი? არა, იცი რა, ეგეთი მომენტი არ მქონია ეს რა ვქენი რატო გავხსენი, მაგრამ შიში მქონია ყოველთვის იმისა, რომ რაღაცას თუ ვაკეთებ სწორად, რასაც ვაკეთებ რა, იმიტომ რომ გამოცდილება და გამოუცდელობა არის აი ძალიან დიდი განსაზღვრელი ფაქტორი, იმიტომ რომ გულწრფელად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ თან მე როგორ ტიპი ვარ, იცი, მე რო გადავწყვეტი ამის გაკეთება, ეხლა არ ცუდია თუ კარგია, მაგრამ ეხლა ცოტა ქუთაისურის გავაკეთე, რომ სადაც მუშაობდი, ყველა ინფორმაცია დავაგროვე. მიუხედავად რომ ყველანაირად მზადყოფნაში ვიყავი თითქოს, აი გამოცდილება რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ გამოცდილებამ ყოველ დღე ჩემს კაფეში ყოფნის ყოველმა დღემ მაჩვენა ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც მე იქამდე არც არ მქონია გათვლილი რა და ჩემმა რო იცოდნენ რომ მე ამ ხელა რისკი მაქვს გაწეული, აი ჩამომაკითხავენ ეგ რა. რა მარტივად გაუგრძელდი ხო? აი ძალიან გაუგე, კი, მაგრამ უკვე ისე კარგად წავიდა ყველაფერი, რომ უკვე მზად ვარ რომ უთხრა რა. იცი რა მაინტერესებს? დამოუკიდებელი გოგო ხარ, თუმცა ვის სიტყვას აქვს შენთვის ყველაზე დიდი ფასი ცხოვრებაში, აი მან რომ გითხრას რაღაც და всё, ანუ ეგ არის კანონი. ვისი სიტყვა არის შენთვის კანონი? ეგეთი ადამიანი არ არსებობს, გულწრფელად ამბობ. უბრალოდ ვიტყოდი რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიტყვას პატივს ვცემ. მაგრამ ის რომ რაიმე სიტყვამ გადამიწყვეტოს რაიმე ფაქტი, ესეთი შემთხვევა, ესეთი ადამიანი არ არსებობს. ალბათ შეიძლება იყოს შემთხვევა, რის გამოდაც მე ვარ ვთქვა რაღაცაზე, თუ კი ეს უკავშირდება რაიმეს მნიშვნელოვანის დაკარგვას ან გაფრთხილებას და მორხებას. ეს შეიძლება იყოს, მაგრამ ის რომ დღეს მე ვიღაცა მითხრას ის რომ ესე არ გაკეთე, ესე გააკეთე, და კანონი იყოს ეს შენს ესე არ არსებობს რა. მაგრამ პატივისცემა მაქვს არაერთი ადამიანის სიტყვის, ან მე პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გამოცდილია, რომელიც სწორ აზრს მეუბნება, რომელიც არა ესე ითხოვს უბრალოდ
უბრალოდ მიხსნის და მაგებინებს. რომ არა შენი ვირუსული ვიდეო შენთან არ აღმოჩნდებოდი და არ მოვიდოდი ინტერვიუზე, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიცოდი შენ შესახებ. ხო. რა გაქვს ისეთი საინტერესო ამ ვიდეოს მიღმა, რატომაც კარგი იქნებოდა შენთან ინტერვიუს ჩაწერა. რით ხარ საინტერესო? აი მე როგორ თან მიყვარს ჩემთან სუპერი, თან ცოტა მორიდებული ვარ ერთდროულად. არ ვიცი, ალბათ ხასიათი შეიძლება, იმიტომ რომ იცი რა ესეთი არ არის ესეთი მარტივი თან ქართველი ადამიანისთვის, რომ 25 წელს ასაკში რაღაც შენი საკუთარი გააკეთე ნიუ-იორკში რა. შენი ჟინით, შენი რაღაც შეუპოვრობით, ბრძოლის უნარიანობით და ალბათ ეს ხასიათი არის ის, რასაც ბევრი ადგილობრივი მიწონებს ძალიან სხვათა შორის და ძალიან უკვირს, რომ აი როგორ რანაირად. ნიუ-იორკის მერი რო იყო, რა შეცვლილი ამ ქალაქში? აი მე ძალიან ბევრ ამას პროექტში სისუფთავეს მოვაწესრიგებდი რაღაცნაირად, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ბინძური ქალაქია ძალიან რა, აი მართლა, იმიტომ რომ მაგრამ ეს ალბათ იმიტოა გამოწვეული, რომ ბევრი ხალხი მეგაპოლისია რა, მაგრამ ხო ბევრ ამას შევცვლედი, ალბათ ძალიან ბევრ უსახკარო ადამიანს თავის სახლს მივცემდი. საუბარი რომ არ შეგეძლოს, რის დამიმტკიცებდი, რომ ქართველი ხარ. რა, აი ვიდზე არ მეტყობა რომ ქართველი ვარ, მეხოცები, ჩემ კეხიან თქვენ შეხედე პროსტა. ანუ ჩემ პროფილი რო შეგითვალეთ, ახლა რატო შეგიცვალე, რომ აქეთ არ მივარგო. ეს ხომერი ქართული წყვილის ამბავია. რა, გოჭალი ქართველი, კეხიანი მარიამი. კეხიანი. ხო, ან რავი, რამე ისეთი ხასიათი, ხო, აი ხასიათი რა. იმიტომ რომ აქ ამერიკაში როგორი ამბავია, იცი, ანუ უნდა ყველას უხიმო, ყველას მოგწონს არ მოგწონს, მაინც ძალიან მაგარი ხარ, ძალიან მომწონს ხარ, ძალიან მიყვარ ხარ, ბოდიში მადლობა და მე არა ვარ ეგეთი რა, ანუ თუ არ მომწონხარ, არ მომწონხარ. ამე არის ამ ინტერვიუში ისეთი, რაზეც შეიძლება რომ არ კითხო, რაზეც საუბარიც არ გინდა. მე ვარ ძალიან გულწრფელი ადამიანი. თუ რაიმეზე კითხვა შეიძლება იყოს უხერხული, აი მაგასაც ცოტა ისე ტექნიკურად გამოვაპარებ, მაგრამ კარგი, მაშინ კითხავ და თუ გინდა გამოძვერი ტექნიკურად პირადში რა ხდება. თავისუფლება. ანუ, ეხლა ვარ სულიად თავისუფალი და უნდა ვიყო კიდევაც, იმიტომ რომ წამოვიდა ძალიან ბევრი ბიჭი მწერს, ძალიან ბევრი ბიჭი ქალი მწერს, ჩემთვის დასასრული სარდლო ხარო და მოკლედ რა, მაგრამ ნუ ხუმრობა იქეთ იყოს, მაგრამ ხო, თავისუფალი ვარ, იმიტომ რომ ნიუ-იორკში როცა ირჩევ ორ ვარიანტს რა ცხოვრებაში, ან პირადზე ხარ გადართული, ან საკუთარი თავის განვითარებას და მიავრჩე საკუთარი თავის განვითარება, იმიტომ რომ ნახე, ჩემი მშობლები ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ აი ისეთი გოგო ხარ, შუ ერთი კარგი სიძე როგორ არა რა და მე ესეთი პასუხი მაქვს ყოველთვის, რომ ანუ კარგი სიძეზე და უნდა კარგი გოგო რა, შემდგარი, წარმატებული და დამოუკიდებელი და ვცდილობ რომ აი ეს ცხოვრება შევქმნა. და როგორ ფიქრობ, შენ მშობლებს უცხოელი სიძე შეუვა ოჯახში თუ ქართველი? ქართველი ალბათ. აი არ ვიცი რატო, იმიტომ რომ რაღაცა უცხოელებთან პრობლემა მაქვს რაიმე არა, უბრალოდ რაღაც მე თვითონ მიყვარს ქართული ხასიათი. ქიმიის ამბავია, ხო? აი უცხოელებთან ვერ მაქვს აი ეს ქიმია, რაღაც ჯელტმენი რაღაცები მაკლია რა. რა პეციაკლია უცხოელს. აი როგორ თქვა ხასიათი, მაინც რაღაცნაირი ხასიათი გვაქვს ჩვენ ქართველებს. აქ ერთჯერადი გართობის თემა, ასე იწყება ყოველთვის ყველაფერი და მე თუ გაგრძელდება, თუ კომფორტულად ხარ მასთან და თავს ხსნა კარგად, მე გრძელდება ესე რა, მაგრამ მე მიყვარს უბრალოდ თამაში, რაღაცა იქ მთის რაღაცები ხო ხვდები, ანუ გაიქეცი გამოგეკიდა დაიჭირე და ასე შემდეგ. ანუ ეს რაღაცები მომწონს და ამიტომ ეს ქართულ ხასიათს ლექსიც ხო არ გინდა რომ მოგიცმოს მთა და ლექსი და ლექსი მომწერ. ნიუ-იორკში პირველი ჩემი დღე როგორი იყო? ანუ სადაც დავიწყე ცხოვრება რა. მეორე დღით რომ გავიღვიძე, გაბრუებული ვარ, ამიტომ ნამგზავრი ამდენი საათი გზა რაღაცები და იყო ხმამომესმა რა, იმიტომ გაზაფხულის პერიოდი იყო რა და ხმამომესმა ქართული საუბრის ეზოდან. ეგეთი ვარ, მერთო, მეთქი, ჩამოვედი ნამდვილად, იმიტომ რომ რა ქართული საუბარი მეღადავები და მეზობლები მყავს ქართველები. ანუ ეს იყო ძალიან შოკი, რომ სადღაც ნიუ-იორკში ამდენი ცხრამთა გადავიარე და მაინც ქართული დვიჟენია. ისე მომაგნესო. მომაგნესო. დაბრუნებას აპირებს საქართველოში და იქ ცხოვრებას თუ ეხა თუ არ ჩამქოლავ შენი ქართველი მაყურებელი, ვიტყვი რომ ნიუ-იორკი ჩემი მეორე სახლია. და მე ვაპირებ რომ საქართველოსთან მქონდეს ხიდი, რომელიც დამაკავშირებს მუდმივად მასთან და ვიქნები კავშირში და არასდროს არ ჩაინგრევა ეს ხიდი, ყოველთვის ვივლი, ვიმოგზაურებ, გავატარებ დროს, მაგრამ ჩემი სახლი იქნება ნიუ-იორკში, იმიტომ რომ ნიუ-იორკმა გამზარდა. პიროვნებად მაქცია ნიუ-იორკმა, იმიტომ რომ აი როგორ თქვა, ხო იცი აი
რკინაცეცხლში რბილდებისო ეგეთი ამბავი არა, ანუ აქ გამოვიწვრთნენი რა და კიდევ ვიწვრთნები პროცესში ვარ რა და მოკლედ სიარული მოგზაურობა გიყვარს, მარსზე კოლონიზაცია რო დაიწყოს, ხარ ის ტიპი რომელიც პირველი მეწავა, თასო მაინტერესებდა კოსმოსი და რატომაც არა. ამბობს რომ 10 წელში კოლონიზაცია დაიწყებაო და ნამდვილად კი, მარსზე თუ ვინმე შემოწმე, ხა ამიდაოთ თუ გახდეს ეს ცნობილი იქაც მივიდეს ადმე. ნუ ერთი თხოვნა ეგ, მაგრამ მარსზე წამეყვანეთ რა. და მარსზე გახსნი კაფეს. კაფეს გავხსნი ქართული დროშა. ესე იპრიალებს. ალკოჰოლთან როგორ ხარ? არ ვიყავი, არ მეგობრობდი, მაგრამ რახან ბარში მუშაობ, ეხლა და ბარი მაქვს მე ცოტა სვამკი. შევეპარე უკვე. ესე ნენმა ვეპარები და დღის ბოლოს უკვე ესეთი ვარ რა. სტრესი. არა სტრეს მიხსნის კი. არა, მე დოზა ყოველთვის ყველაფერში ვიცი, მართლა. ესეთ რაღაცებთან დაკავშირებით მით უმეტეს. არა მკითხე მოამბე თუ ხარ? არა. საერთოდ. და არ ამკითხე მოამბეებზე, აი რაღაცნაირად ეგრევე ვაჯახებ ხოლმე, რომ შენი არ ამკითხე მოამბის კარგიც და დავაი რა. თუ იცხოვრე, ან თუ აპირებ ისეთ ცხოვრებას, რომ შენს ცხოვრებაზე დაეწეროს წიგნი. მე წერ წიგნს. აბა მოყევი. მე საერთოდ მწერალი ვარ, მხატვარიც ვარ, მუსიკოსიც ვარ, ძალიან ხელოვანი ადამიანი ვარ. ალბათ ეს იმიტომ რომ ლომისტიკია ვარ და ნიშანი და ალბათ ეს ჩვევია დრამატურგობა და დრამატული ცხოვრება და ანუ ამ ნიშნით. წერ წიგნს, ანუ ზოგადად შენ ცხოვრებაზე? ჩემს ცხოვრებაზე არ ვწერ, მაგრამ აი ვერ ვიტყოდი ესე პირდაპირ ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ წიგნი რომელსაც წერ და რომელსაც მუშაობ და იმედია შევძლებ რომ გავაგრძელოთ ან ძალიან მალე. რაღაც ნაწილები, ანუ მომენტები არის ჩემი ცხოვრებიდან აღებული. რა მაინც ნებისმიერი მწერალი ალბათ თავის გულის ტკივილს გადმოცემს ხოლმე ნებისმიერ დრამა, რა თქმა უნდა, და ფსიქოლოგია რა ერთდროულად. დრამა კვინი ხარ? დრამა კვინი ვარ, კი, მიყვარს. ხარ გოგო, რომელმაც კიციც და კიცმაცურიც? ყველაფერი ვიცი ისეთი გოგო ვარ. შენი მხრიდან დამოუკიდებელი ხარ, რომ ვერ იქნები ის გოგო, რომელიც თუნდაც მდიდარ ბიჭს ეძებს ცხოვრებაში. არა. მდიდარ, იცი რა არის, როგორ შეიძლება მდიდარ ვეძებ ხა მე შემილია ჩემ თავს უყიდე ყველაფერი, კარგი კაბაც, კარგი დასვენებას და ყველაფერი, მაგრამ ვეძებ ადამიანს, რომელიც იქნება ადამიანი და იქნება წარმატებული და გამვითარებული. გაქვს? კი. კი, რა თქმა უნდა. აი, როდესაც ხანდახან ძალიან ემოციური ვარ ხოლმე და მინდა რომ ვიღაცას ავეყრდ. კულტურობა რა არის შენთვის? აი, ყველაზე დიდი უკულტურო საქციელი. აი, ნებისმიერი რამ, როდესაც ადამიანს არ აქვს იმის უნარი, რომ განსაზღვროს სად, ვისთან, რას აკეთებ, რას ამბობ. შენი აჭრა ყველაზე მეტად რას შეუძლია? აი, უკულტურობას თუნდაც. ქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანს ჩემთან, მე ვარ ძალიან კომუნიკაბელური და ქონია მომენტი, რომ რაღაც ჩემი კომუნიკაბელურობის ხარჯზე უსარგებლია და ცოტა თავხედროდ რაღაც უთქვამს და იქ ყოფილ ვარ, всё. წასული ხარ. იმიტომ რომ დამთავრებულა იქ ჩემთვის იმ ადამიანის არსებობა, რაც კი იქამდე უთქვამს რა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელობა აქვს, მე შენ არ გიშვებ. მე არავის არ უშვებ ჩემამდე ისი ახლოს. მე ძალიან ღია ვარ, ძალიან გულწრფელი ვარ, ძალიან მაგრამ ყოველთვის ვიტოვებ საზღვარს, რომელსაც არ უნდა გადმოცდე რა. თორე თუ გადმოცდები იმის მერე უკვე შენ ჩემთვის აღარავინ ხარ რა. თუმცა ბოლო გადმოცენა და ბოლო კულტურობა ისეთი გამოგადგა. ეგეთები არა უშოთ. ბაპატიებ. შენი ბალიში ცრემლები დასვლებულა ემიგრაციაში. ძალიან ბევრი. ემიგრაცია დეიდა ჩემი არის ძალიან დიდი ხანია ემიგრაციაში და თავიდან არ მესმოდა არასდროს, როდესაც ამბობდა და საუბრობდა იმაზე, თუ როგორი რთული იყო რა. მაგრამ მე თვითონ როგორც კი აღმოჩნდი ემიგრაციაში, დავინახე ის ძალიან დიდი სირთულეები და ის ძალიან დიდი ტკივილი, რაც ემიგრაციასთან ახლავს რა. მაგრამ მარტო ემიგრაციის ტკივილზე არ არის საუბარი და მონატრებაზე, ემიგრაცია სხვაგვარად განახებს შენს ქვეყანასაც, ადამიანებსაც და ყველაფერს. აქედან ჩანს ყველაფერი ვაფშე სხვანაირად. შენი ქარიზმა რა არის? ვიტყოდი ჩემი სიჯიუტე, ჩემი ბრძოლის უნარიანობა და რაღაც გამბედაობა, მე ძალიან დიდი გამბედაობა მაქვს. ხანდახან ისეთ რომ მეც მიყვარს ხოლმე რა და ბრაზობ რო სხვებში არ არის იგი. ომში წამსვლელი ქალი ხარ? კი. იარაღი შეგიძლია რომ აიღო და იბრძოლო? კი. ანუ ეც რა არის, ცოტა გონივრული ბრძოლის მჯერა უფრო მეტად, იცი, აი როცა იცი რომ რაღაცას რასაც აკეთებ, იმას შედეგი მოყვება რა და თუ კი შედეგი არ მოყვება, ისე არ მიდერს და თუ კი ვიცი რომ აზრი აქვს, რაღაცა რჩება და გადარჩება ისეთი რაც შეიძლება ღირდეს ამათ, მაშინ კი. როდესაც საუბრობთ სიცოცხლეზე და სამშობლოზე, ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად. ადამიანები, რომლებიც მზად არიან რომ გაწირონ თავი სამშობლოსთვის და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ სამშობლო კი მაგარია და ძვირფასია, თუმცა ჩემი ცხოვრება და სიცოცხლე უფრო ძვირფასია და
ვერ გავწირავ, მე თუ მოვკვდები, ქვაზე ნუ დარჩენილაო, მოკლედ როგორც ლუდოვიკო მე-14-ე თქვა და შენ რომელი კატეგორია ხარ? სიცოცხლის რა იმეს სამშობლოს ფასად გაწირავ? მოდი ესე ვიტყოდე, შეხება სიცოცხლე არის საერთოდ არაფერი. ნახე რა მხრივ. სიცოცხლეზე არ არის საუბარი, აქ ცხოვრებაზეა საუბარი. ცხოვრებაა მნიშვნელოვანი. ცხოვრებამ შეიძლება შეცვალოს სამშობლოს ბედი და ადამიანების ბედი და კაცობრიობის ბედი. ხვდები, თორე სიცოცხლე ძალიან მარტივად, შეიძლება ვიღაცის გამო რაღაცის გამო დათმო და დაუთმიათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორივე კატეგორია უნდა იყოს. რომ არ იყოს ის კატეგორია, რომელიც სიცოცხლის გასაწევად მზად არის სამშობლოსთვის, მაშინ დაცულობა არ იქნებოდა ქვეყნისთვის, საქართველოს არ იქნებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ხო? მაგრამ უნდა იყოს კატეგორია ისეთები, როგორებიც არიან მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც თავიანთი გონებით და ტვინით და თავიანთი არსებობით უფრო მეც აკეთებენ ქვეყნისთვის, ვიდრე შეიძლება ომის, იარაღით ხელში აღებით, ხვდები? ეს ორი კატეგორია უნდა აბალანსდეს ერთმანეთს და მე ვარ უფრო ეგ კატეგორია, რა მე მიყვარს სიცოცხლე, იმიტომ რომ მე მინდა რომ ვიცხოვრო, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მინდა იყოს სასარგებლო, არა მარტო ჩემი თავის, არამედ ყველასთვის, სხვადასხვა თუ კი შევძლებ, ხო? ამიტომ ეს ბოლოს შენს თავს კითხო, აბა მე დღეს ის რა ვარგია. ზუსტად რა და სინდისი და მორალი არის ის, რაც ასაც არ გასწავლიან, რასაც თან არ მოყვება, ეს ჩვენ თვითონ პროცესში ამას გადიხარ და იძენ რა ცხოვრებაში. მოდი რჩევები უთხარი იმ ადამიანებს, ვისაც გონებაში აქვს რომ გახსნას ბიზნესი ამერიკაში, ნიუ-იორკში ამ შემთხვევაში. რამდენად მარტივია და რისკიანი, რა უნდა გაითვალისწინო პირველ რიგში? აი, საიდან იწყება პირველი ნაბიჯები, რა უნდა იყოს? ძალიან ბევრი ნიუანსი არის, საკუთთან შემხებლობა არის, ჯანმრთელობასთან შემხებლობა და ამასთან დაკავშირებით არის უამრავი რეგულაციები, უამრავი სერტიფიკატები და რაღაც ლიცენზიები, რომლებიც გჭირდება რა. ერთიც რომ გამოგეპაროს, შეიძლება დასაკეთად ყოველთვის ხარ იმის საფრთხის წინაშე, შეიძლება დაგხურავთ 9 თვე ვამზადებოდნენ ყოველთვის და დღემდე კიდევ უამრავი რაღაც ნიუანსები. აი, საიდან მოიძიე ინფორმაცია, როგორ გაგეხსნა კაფე-ბარი? აი, მაგას მე საერთოდ იცი როგორ ტიპი ვარ, რომ ყველაფერი რო გამოგდის ეგეთი ადამიანი ვარ, რო გეხერხება, ან ყველაფერს რო ისმენ, ან ყველაფერს რო ხედავ და რაღაც ეგეთი საჭირო მომენტებში საჭირო დროს ვიყავი ხოლმე რა და დავიჭირე ყველა ის ინფორმაცია, ყველა ის ნიუანსი, რაც მე შეიძლება დამჭირდებოდა რა. ერთ-ერთი რაც იყო დარჩენილი, ეს იყო, რომ მომეწებინა ადამიანი, ვინც ამ ადგილს, ან შესაძლოა ადგილს იპოვნა ჩემთვის რა და ამას ქვია ბროკერები, ესე ვთქვათ, ნიუ-იორკში. ყველა მეკითხება უბრალოდ როგორ აიღეო და საიდან გაჩითათ, ხო, ეს ადგილი ამისთვის საჭიროა მოემზადო აუცილებლად ფინანსურად, მაგრამ ფინანსურზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი აი სხვა ის რეგულაციები და წესები არის, რომლებიც უნდა გაიარო და იცოდე რა. მაგრამ მაინც ერთ რამეს ვიტყვი რა, ეს არის თეორიული რაღაცეები რა და ამ თეორიულ რაღაცებს წაიკითხავ, ადამიანებს შეეკითხები, ვინც გულწრფელი იქნება, გაგიმართლებს და კარგ რჩევას მოგცემს და გზას გიჩვენებს და შეიძლება რაღაცა ამით გაგიმარტივოს, მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ სფეროში, სანამ არ გადადგამნა აბიჯს, იქამდე ყოველთვის ყველაფერი კითხვით ნიშანია რა. იქამდე ყოველთვის ყველაფერი არის რთული, მერეც რთულია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა იზრდება იმატებს, მაგრამ გადადგმა ნაბიჯს, ან გადაწყვეტილების მიღება უგასრულის ყველაფერს რა. თუ არ მიიღე გადაწყვეტილებას, მზად ყოფნა არ გვაქვს არასდროს რა და მე ამას ვეთყოდი ალბათ ქართველებს, თუ კი ვინმეს ნებისმიერ სფეროში რამის აკეთება უნდა, შესაფერისი მომენტი არასდროს არ არის. აი, მართლა ვამბობ რა გულწრფელად, რომ აი, მოდი ამას ახლა მოვითავებ, ამას გავაკეთებ, ამას მე ერთი წელს მე გავხსნი. ესეთი მომენტი არ არსებობს რა. Just do it, ხო. უბრალოდ ერთს ვიტყვი ხოლმე, რომ თუ კი ფიქრობ, რომ აი ეს რისკი იქნება 80% უფრო წაგებისკენ, ვიდრე მოგებისკენ. ხო, ან ნახევართან ის თუ არ არის, ან მაშინ არ ღირს. მაშინ და დაელოდო დროს. მაგრამ თუ კი ფიქრობ, რომ 50-50-ია და უკვე შენზეა დამოკიდებული საით გადაიხრება, მაშინ უნდა გააკეთო რა. იმიტომ რომ შესაძფერის დროის ლოდინში გადის დრო, გადის მომენტი და ნიუ-იორკი ეგეთია რა. სამსახურიდან თუ არ გადადგინა ბიჭი, რომ წამოხვიდე უკეთესობას ვერ იპოვნი რა. რაღაცნაირად ეგეთი სტილის გავაკია რა. და ეგეც ძალიან ნორმალურია აქ, რომ რაღაცას ვერ მიაღწიო 1 წელში, 2 წელში, 3 წელში. ეს ქალაქი დაკავშირებული არის წვრთნასთან, ჩემთვის. არის ძალიან დიდი რაღაცა გამოწვევებით სავსე ქალაქი, რომელიც პიროვნებად გაყალიბებს. ქართულ სამზარეულოში ყველაზე საამაყო კერძი რა გვაქვს, როგორ ფიქრობ, ყველაზე წარმოსადეგი. გიჟდები ყველაფერს და კერძებზე და მე აქ ამერიკაში მარტო ყოფნაში დავამოღამე ყველაფერს კეთება და ვარ სასწავლი კულინარი მაკრო. ალბათ ყველაფერს, აი აჭარული ალბათ გამოვარჩევდი, იმიტომ რომ ლამაზია ძალიან, მართლა, თან ეს რაღაც ყველეს როდნება ეს ძალიან უყვართ აქაურებს, ეს რაღაც შოუ პერფორმანსები ძალიან უყვართ ადგილობრივებს აქ და თუ რაიმე შეგიძლია გაწელო და გამოწელო, ეს უკვე ძალიან მაგარია რა. გაქვს შეგრძნება, რომ რაღაც დიდისთვის დაიბადე? ყოველთვის მქონდა ეგ შეგრძნება, რომ რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრება არ უნდა მქონოდა რა. აი როგორც სტანდარტულად ხდება ხოლმე გოგოს შემთხვევაში, საქართველოში, ან თუნდაც სხვაგან რა. სულ მქონდა რაღაც შეგრძნება და სულ ვეძებდი ეგეთ რაღაცებს, იცი? აი, მოდი მწერლობა ვცადოთ, მოდი ხატრობა ვცადოთ. ზეცერთავის სახელი რო იყო, რა სიტყვა იქნებოდა? ბობოქარი. ბობოქარი. როგორი?
ბობოკარი. ისეთი როგორც ზღვა. ენერგოვამპირი ხარ? არა. ენერგოვამპირი არ ვარ. აი იმ ხრივ თუ ამბობ ეგ ვაიბი არ გაქვს. ჩემთვის არ გაქვს. ხო, აი, არ ვარ ეგ. პროსტა საუბარი მიყვარს გულწრფელად. კეთხვი. შეიძლება იმიტომ რომ ნაკლებობაც მაქვს იცი საუბრის, იმიტომ რომ სულ მუშაობა მაქვს, სულ სამსახურში ვარ, სულ ყველაზე მეტად რა აი ნაკლებობა თქვი და ყველაზე მეტად რა გაკლია ამერიკაში. აი ურთიერთობები მაინც ოღონდ როგორი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ აი დღეში 500 ადამიანთან ურთიერთობა, ეს ურთიერთობა არ არის არაფერი ისე, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად მე ვისმენ მათად ისტორიებს ეს ფორმალობა ურთიერთობა. ფორმალობა ურთიერთობა, საჭიროა უფრო ვიტყოდი პროფესიიდან გამონარე, მაგრამ მე თვითონ მაკლია ურთიერთობა, რომ სახში რომ მივდივარ ხოლმე, ხო ისეთი ცარიელია. ისეთი ცარიელია, რომ ხანდახან მინდება ხოლმე, რომ აი ვიღაცასთან მოვყვე, ხვდები, ანუ რაღაცა აი, ან ვიტირო მაგალითად, იმიტომ რომ ემოციური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი თუნდაც გისმენს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხვდები, რომ აი გონია, რომ იმ მომენტში აი იცლები რა და აი რაღაცა მელანქოლიური ხარ. სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ მე მაგიდან ვიღებ რაღაც რესურს იმისას, რომ წერო მაგალითად, ან ვიმღერო, ან აი ის ხატრული რაღაცები, რაც ჩემში არსებობს ხასიათში, ეს რომ განმოვითარო. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ვირუსულო მარიამ. მოიც არ გადაგდა გაიწია. ჩემი ვირუსულობა. გადმომედოს. რაღაცა ინტერნეტ ვარსკვლავო. მადლობა იმისთვის, რომ დამითმე დრო ხარ ჩემი გადაცემის, მეოთხე გადაცემის სტუმარი. გისურვებ, რომ მოდი რა გისურვო, ეგ შენ მითხარი და მაგას გისურვებ. წარმატებები. ზუსტად იმ საქმეებში, რაც მე ჩემს გონებაში უკვე დავამატებ. ყველა კარგ საქმეში გისურვებ წარმატებას, ისე რომ შენზე ძალიან ბევრი ისაუბრონ, სოციალურ ქსელებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც. მარიამ უშკუდიანი იყო ჩემი მეოთხე გადაცემის სტუმარი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. შეგახსენებთ, რომ ეს გადაცემა უეჭველი ქართველია, არ ეძებს მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს, ნებისმიერი ემიგრანტისთვის ეს პლატფორმა არის ღია, ვისაც მონაწილეობა სურს და შეიძლება ფიქრობდეს, რომ მისი თავი გვაქვს აღმოსაჩენი. მე კი იმ დროებით გემშვიდობებით ვნახავთ.